მომეც დავაფიქსირებ. აი ეს დავაფიქსირეთ ამ ნომერში დაიმუქება. კი ბატონო, კი ბატონო. კეთილი. ჩანს. კაი, დამაგამართულია. შობს. კეთილი. თვითონით. ჩამოშვით. მადლობა. ბევრს გაინტერესებთ ეს კანონთან მიმართებაში მიმდინარე მოვლენები და ეს ექსპერტიზაზე რო ვაგზავნით ხოლმე დანებს. ხო და ვინც კიდევ ჯერ უყურებს არხს, იმათვის ვფიქრობ საინტერესო იქნება. თავიდანვე მოყვები, ვინც არ იცის თქვათ ამ დანების სერიის ისტორია. სხვა ძალიან ბევრი დანა გაიგზავნა, ბევრ რამეზე გვაქვს პასუხი, ამ შემთხვევაში გადავწყვეტე ამ ხარიდან წავიდე. ეს არის ბუკერის კალაშნიკოვების სერია. და ტაქტიკური დანა არის ჩვეულებრივად, უბრალოდ მე რაღაცა საკოლექციო, სახალისო ვერსიები გაკეთდა. ამ შემთხვევაში ეს ვინერი არის, ხედავთ, ჰოთ-დოგი არის, ჩვეულებრივად. ჰოთ-დოგი არის, უბრალოდ დანა არის, იგივე ფოლადზე არის, სტარი ანალოგიურად ჩვეულებრივი სტანდარტულ დანას როგორც აქვს, ისე აქვს. ყველაფერი იგივე, უბრალოდ წვეტი არ აქვს. პირი გალესილი არის, ხელით არის გადალესილი, ძალიან ბასრი არის. ამ შემთხვევაში ექსპერტმა დასმა დაწერა, რომ ეს თავისი არსით არ არის ცივი იარაღი და არ განეკუთვნება ცივი იარაღთა კატეგორიას და შესაბამისად, ჩვეულებრივი ნივთია და ამის ტარება შესაძლებელი არის კანონმდებლობით. მაგის მერე შემდეგი დანა იყო ეს და ესეც 60 მმ-ზე მეტი არის, 60 მმ გეცნობათ კანონში არ არის ნახსენები, უბრალოდ რაღაცა მეთოდოლოგიით ერთხელ შეაფასეს და იმის მერე 60 მმ-მდე ისე გამოვიდა, რომ დანებს ცივი იარაღის კატეგორიას არ მიაკუთვნებენ ხოლმე. ეს 60 მმ-ზე მეტი პირი აქვს, ამასაც დამატებით რომ გადავლესე, ისე გადავლესე, რომ ზედმეტად გამოსულიყო. ამ შემთხვევაში შემდეგ ეს მივიტანე უკვე და იგივე დანა არის, იგივე ჰოთ-დოგია, უბრალოდ შედარებით მოზრდილი ზომის და უკითხე, რომ ეს თუ თავისი არსით არ არის ცივი იარაღი, ეს თავისი არსით რას წარმოადგენს და დაიწერა, რომ ესეც არ არის ცივი იარაღი. მაგის მერე იყო დონატების სერია წამოვიდა და დონატების თემაში, პირველი დონატი იყო კორვიდის XL-ი. აი ეს ვერსია, რომ მეთქი წვრე დავიწვეთი, ამასაც არ აქვს, იმიტომ რომ სამზარეულო დანაზე უწერიათ, რომ ახლა ვგართმევთ მაგასაც. ამ დანაზე მაქვს, რომ დაასკვნა, რომ ეს მწვრე დავიწვეთი არ არის, კაფეოდ გამოხატული მწვრე დავითვისება არ აქვს და შესაბამისად ეს კუთხე რო გავზომე, ეს კუთხე ამის წვეტის კუთხეზე შედარებით უფრო ბლაგვი არის და შესაბამისად ამასაც არ გააჩნია მწვრე დავითვისება და კითხვა რა დაუსვირო, თქვათ ეს თავისი არსით დონატი არის და არც წვეტი არ აქვს, ეს არის თუ არა იარაღი. ამაზეც დაწერეს, რომ ესეც ცივი იარაღი არ არის და სამზარეულო ტიპის სამზარეულო დანის ტიპზე დამზადებული რაღაცა საჩეხი ინსტრუმენტი არის. ხო და ესეც არ არის ცივი იარაღი. მაგის მერე, იყო უკვე ეს თუ ცივი იარაღი არ არის, მაშინ ეს რატომ უნდა იყოს ცივი იარაღი, იგივე მოდელი არის ზუსტად და ამაზე წავიღე დასკვნა, რომ ცივი იარაღი არ არის და ჩვეულებრივად ვატარებ ამას ჩიპით და გაჩერების შემთხვევაში წარმოუდგენ ხოლმე სამართალდამცავებს დოკუმენტს. ჩვეულებრივად და ხედავთ, რომ ცივი იარაღი არ არის და კანონს არ ვარღვევ, მიშვებენ ხოლმე. გაითვალისწინოთ, კანონმორჩილი მოქალაქე ვარ ზოგადად. მაგის მერე ახლა გადავწყვიტე, რომ გამეგრძელებინა, გადავედი უკვე ამ დანაზე. ეს არის კალაშნიკოვის XL ვერსია, ბოკერის წარმოებული არის და უბრალოდ დონატის სერიები არის. და წინაზე მიტანილი მქონდა აი ეს დანა. და დავაწერე ტესტი ნომერი 1. სიმართლე გითხრათ, თავიდან არც მქონდა შემჩნეული, აი სერიული ნომრებიც აწერია და ალბათ შემდეგზე უკვე სერიული ნომერსაც მივუთითებ, რომ დოკუმენტაციაში კარგად ფიქსირდებოდეს დანის სერიული ნომერი, რომ არ აგვერიოს. ხო და სიტუაცია არის ესეთი. ეს არის ჰოთ-დოგი და ეს არის დონატი.
წვეტი ამას არ აქვს და არ არის ცივი არაღი და თავისი არსით არ არის ცივი არაღი და დაუსვი ექსპერტიზას კითხო რომ თქვათ იგივე არსის და ბუნების არის რასეეს და კაფეოდ გამოხატული წვეტი ამასაც არ აქვს და არის თუ არა ცივი არაღი. ხო და დასკვნა მოვიდა ესეთი რომ დასურათებული არის და დასკვნა მოვიდა რომ საკითხის გადასაწყდად მოხდა წარმოდგენილი დანით ექსპერიმენტის ჩატარება, კერძოდ ფიზიკური ძალის მოქმედების შედეგად ხდებოდა დანის პირით ხის ნაჭერზე დარტყმა და მიუხედავად დანის წვერის გარკვეული შიბლაგვისა მოხდა წვერის ხის ნაჭერში შესვლა. ყოველივე აღნიშნულის ერთობლიობაში გათვალისწინებით ამასთან ზემოთ აღნიშნული აღწერილი ტექნიკურ კონსტრუქციული მონაცემების შეფასებით და განზოგადებით გამოსაკვლევი დანა წარმოადგენს ცივი არაღს. გამოვიდა ისე რომ ეს დანა არის ცივი არაღი. ექსპერტმა დასკვნა დაწერა, შემდეგ ტექნიკური წესით სხვა ექსპერტმა გადაამოწმა, მე ექსპერტის დასკვნა ადმინისტრაციული წესით სხვამ გადაამოწმა და ერთობლივად შეთანხმდა რომ დანა არის ცივი არაღი. სურათებსაც წარმოგიდგენთ. გატესტილი არის და სხვათა შორის პირველად მოხდა მსგავსი ტესტი, მე არ ვიცი რა მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით გატესტეს ეს. მაგას შევეცდები მოვიძიო, თუ მომაწოდეს ეგ ინფორმაცია, რას ნიშნავს ეს ხეზე დარტყმა, ბოჭკოების განივად უნდა იყოს, ესე უნდა იყოს, რა ძალით უნდა ხდებოდეს და ასე შემდეგ, რა სიღრმეზე უნდა შედიოდეს ხე, იმიტომ რომ ყველაფრით შევა, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს ჩემი აზრით. იმიტომ რომ სტანდარტში, კანონში არა, კანონის მერე სტანდარტს ვინც ადგენს ეს მეტროლოგიის სააგენტო, გაწერილი არის, რომ წვეტი მკაფიოდ გამოხატული უნდა იყოს. ანუ ნივთს ცივი არაღად კლასიფიკაციისათვის უნდა ახასიათებდეს თვისებები და ერთ-ერთი თვისება უნდა იყოს მკაფიოდ გამოხატული და ის რომ ბლაგვი არის და მაგრამ მაინც ერჭობა, ეგ მე ჩემი აზრით მაგ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრი არის, მე ექსპერტი არა ვარ, მაგრამ ჩემი რჩევა იქნებოდა და თხოვნა იქნებოდა, რომ ემოციური გადაწყვეტილებები არ იქნას მიღებული, თუ ვინმე გვისმენს. სუფთად პრობლემის წინაშე ვდგავართ და რაღაცა გასაჭირი გვაქვს და ჩვენსაც ვცდილობთ. დანარჩენი იმედია, დროთა განმავლობაში ნელ-ნელა რაღაცაზე შევჯერდებით. მოკლედ, დანარჩენი ეს ცივი არაღი არის. გასაგებია, ეს არის ახალი დანა. შესაბამისად, ვაგრძელებთ, რომ იცოდეთ ახლა ახალი დანის წვეტი გავზომოთ. ეს არის 119 მმ. როგორც მახსოვს 4 მმ-ით მაქვს დამოკლებული 119, 116. 3 მმ არის დამოკლებული, 3.5 იყო რა, 119.5 იყო და 3.5-ით დავამოკლე. კეთილი, შემდეგი დავამოკლოთ, ჩემი აზრით 116 არის, 4 მმ-ით მივყვეთ. 4 მმ-ით დავამოკლოთ და რაღაცას რო გავჩერდებით, მე იმ 4 მმ-ებსაც გავყოფთ შუაზე და გავაგრძელებთ ჩვეულებრივად. შესაბამისად, ეს არის 116 მმ და დავაყენოთ 102 მმ-ს. თუ არა, ხო, 106 არის და 102-ზე ვაყენებთ. ესეთ მდგომარეობაში 102 მმ-ზე დავაყენოთ. იწევს მეახლობთ კეთილი. ეგ არის 102 მმ. აი მარკერს გავაქრობ, მაგდონეზე დავამრგვალებთ და მერე გავაგრძელოთ. კეთილი, გავაგრძელოთ. მოკლედ, ესეთი გამოვიდა ჩვენი მეორე დანა. დანის კოდსაც დავაწერ, იმიტომ რომ წინაში აღნიშნული არ აქონდათ წინა ექსპერტიზის დასკვნაში წესით, ახლა ყველა დეტალი უნდა ეწერებოდეს და ზედ დავაწერე, რომ დასურათებისას ესეც დაფიქსირდეს და კარგად გამოჩნდეს, რომ დანები არ აგვერიოს. მოკლედ, 112 მმ წეღან შემეშალა ასური რომ თქვი.
ხედავთ, მიდებული არის და აი, ну შეიძლება რაღაცა 1/10 მმ-თან რაღაცით მაგას არ აქვს მნიშვნელობა და 112 მმ. ეს წინა გავზომოთ კიდევ. ეს არის 116 მმ. 4 მმ თუ აპატარავებთ. დაპატარავების ტიპიც რო იცოდეთ, ჯერ სწორად ხდება ჩამოჭრა, ზუსტად ვაყენებ მილიმეტრებს და მე კუთხეებს ცოტას ვუბრყოლებ. ესეც ეგრე მოხდა და ესეც ეგრე მოხდა. კეთილი, დანარჩენი გავაგზავნე ამასაც ექსპერტიზაზე. სიმართლე გითხრათ, მეჩქარება მე ამის პასუხი დაჩქარებულს გავუშვებ ამჯერად. პირველი არ მეჩქარებოდა და მეორეს დაჩქარებულს გავუშვებ. და ერთით ხო უნდა მექნება კიდევ წეღარას ვთქვი. არაფერი პირადული არ არის, ჩემი თხოვნა დარჩება იქნება რომ ემოციური გადაწყვეტილებები არ იქნას მიღებული. ასევე დავამატებ ცნობისათვის რომ ორი სასამართლო პროცესი მაქვს, ორი საჩივარი მაქვს შეტანილი და ჩემი აზრით სასამართლოშიც მოგვიწევს შეხვედრა და ამ ყველაფერზე საუბარი და აქედან გამომდინარე ალბათ ემოციურ ნიადაგზე მიღებულ გადაწყვეტილებები ჩემი აზრით არ იქნება სწორი. ასევე თუ ვინმე მისმენს ვისაც შეხება აქვს ამ ყველაფერთან, კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ არაფერი პირადული, მე მესამე წელი დაიწყო რაც ამ თემით ვარ დაკავებული და სანამ ესე მოვიდოდი ამ ფორმამდე, ქართული ოცნების ოფისშიც ვარ ნამყოფი რამდენიმეჯერ, ოღონდ შესასვლელში არავინ შემიშვა რომ თქვა დავლაპარაკებოდი რომ რაღაცა გასაჭირი გვაქვს და იქნებ ვინმეს მოესმინა, განცხადებას დავწერე ნამუკამდინარაძის სახელზე, რომ რაღაც იქნებ მოქალაქეებს ბევრს ისიც გავაკეთეთ, ხმები ავაგროვეთ, რა ქვია იმას. მოკლედ 1000 კაცი პეტიცია, 1000 კაცი იყო რამდენიმე დღეში შეგროვდა და ასე შემდეგ, რომ მოესმინათ შსს მინისტრის შსს მინისტრის სახელზეც მოხდა წელი განცხადება. იქიდანაც არავინ გამომეხმაურა, ეხლაც მაქვს ის ბარათები, ვრეკავდი კიდევაც ბევრჯერ და არავინ პასუხი არ გამცემდა წელი განცხადებებზე. პარლამენტშიც ყველა კომიტეტში მაქვს გაგზავნილი, არც იქიდან არავინ შემომხმიანებია და მოკლედ სხვა ახლა ის შესაძლებლობაც მაქვს იმას ვაკეთებ. დანარჩენი თუ იქნება და დიდი იმედი მაქვს რომ ადრე თუ გვიან მოხდება ამ პრობლემის გააზრება და გადახედვა და ჩემი მხრიდანაც თუ იქნება რაიმე ჩართულობა საჭირო, ჩემს აზრსაც სიამოვნებით ვიტყოდი. კეთილი, მოკლედ ამაზეც დაჩქარებული წესით შევიტან და გაგაგებინოთ ამაზეც პასუხი რა იქნება და მე შემდეგი ნაბიჯი რა იქნება, მაგასაც ვნახოთ.